დილით როგორც ყოველთვის ვამზადებ საუზმეს მეუღლისთვის და ბავშვებისთვის. Twist უნდა მეუღლეს სამსახურში, ბავშვებს სკოლაში და უნივერსიტეტში. შემდეგ საოჯახო საქმიანობას ვეწევი. შემდეგ მეგობრებთან ერთად ყავას მივირთმევ. ჩემი მეუღლე დილით მიდის სამსახურში და საღამოთი გვიანბრუნდება, ასე რომ ვერ მიხდება. არის ზოგი პრობლემა, რომელსაც მარტო ვერ ვაყარებ. ამ შემთხვევაში ტელეფონით უკავშირდები ჩემ მეუღლეს და მუშაობთ თუ არა? არა, მუშაობ. და რატომ? რომ სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, მე თვითონ არ მქონდა სურვილი მუშაობის და ეხლა უკვე სტაჟი არ მაქვს. ნამუშევრობის და წლები მაქვს 38 წლის და ამის გამო ვერ მუშაობ. ფინანსურად ვინ წარმართავს ოჯახს? ჩემი მეუღლე ფინანსურად. როდესაც ოჯახში არის კონფლიქტი, რომელი მხარე თმობს? ყოველთვის მე ვთმობ. რატომ? თქვენი აზრით განსაზღვრავს თუ არა სქესი რამეს ადამიანის ცხოვრებაში? არა მგონია განსაზღვრავს. დილით ჩვეულებრივად გები და მივდივარ, ვიწყებ ჩემს საქმიანობას. ის დასრულების შემდეგაც ვრუნდები კლუბში ოჯახში საღამოთი მოგვიანებით ხარ, შუადღეით ხარ, ნათლი უფრო ძირითადად გვიან. საოჯახო საქმიანობაში თუ ეხმარებით მეუღლეს? კი. მაგალითად ბაღში რო შეწუხდეს, ან მაღაზიაში არ წავიდე. ბავშვების მოვლაში თუ ეხმარებით? ბავშვების მოვლაში არა, მაგრამ აზდაში ვეხმარები. ესე იგი, რა პრობლემებს აწყდებით ყოველდღიურად? სახლში ის პრობლემა შეიძლება იყოს, რომ ვიღაცა მოვიდეს და არ დახვდე მეკითხოს და რა თქმა უნდა მეუღლე გასცეს პასუხს. სხვა დანარჩენი ახლა ისეთი არა. ან თქვენი მეუღლე გეხმარებათ თუ არა? კი, ზოგიერთ საკითხში ვეხმარებ. ფინანსურად ვინ წარმართავს ოჯახს? ფინანსურად ზედმეტად მე, ხანდახან მეუღლეც ვეხმარებ. და შვილი მეხმარება რა თქმა უნდა უკვე. როდესაც ოჯახში არის კონფლიქტი, რომელი მხარე თმობს? პატივისცემს მამაკაცო, ღირსებას და თვისებას და თქვენი აზრით განსაზღვრავს თუ არა სქესი რამეს ადამიანის ცხოვრებაში? თითქმის არაფერს, იმიტომ რომ ხალხი შეიძლება იყოს სამართლებული და მამაკაციც. და შეიძლება უფრო მეტად რაღაც საფეხურებით ხალხიც იყოს უფრო მეტად. დრას საქმიანობს თქვენი მეუღლე ყოველდღიურად? ჩემი აზრით კი არა, ასე. სახლის საქმეებით არის დაკავებული, ძირითადად ოჯახის საქმეებით. თავისუფალ დროს თავის მეგობრებთან. თქვენი აზრით რატომ არ მუშაობს თქვენი მეუღლე? ეს საერთოდ გლობალური თემაა დღეს საქართველოში და ამიტომ მუშაობის უფლება აქვს, მაგრამ იმ სფეროს გააჩნია ამდენად. არა, მე კონკრეტულად არ უწყვეტავ, მაგრამ კონკრეტულად ურჩევ. ჩვეულებრივ ვიღვიძებთ, ვალაგებთ, სადილს ვამზადებ, რეცხავ, ჭურჭელს და ასე შემდეგ ყოველდღიური დიასახლისი საქმიანობა. თუ გეხმარებათ მეუღლე საოჯახო საქმიანობაში ან ბავშვის მოვლაში ან თუ საჭიროა მეხმარება, მაგრამ არ არის საჭირო, უბრალოდ მართლაც აქვს. რამე პრობლემებს თუ აწყდებით ამ ყოველდღიურ საქმიანობაში და გეხმარებათ თუ არა მეუღლე მოგვარებაში? ყველა ოჯახში არის პრობლემა, ყოველდღიურად პატარ-პატარა. თუ მეხმარება, აბა. თქვენ მუშაობთ თუ არა? არა. რატომ? არ მაქვს სამსახური. ფინანსურად ვინ წარმართავს ოჯახს? მეუღლე და მეც. როდესაც ოჯახში არის კონფლიქტი, ვინ თმობს? მე რა თქმა უნდა, რომ ხალი ვარ. თქვენი აზრით განსაზღვრავს თუ არა სქესი, ანუ ადამიანის სქესი რაიმე ცხოვრებაში, ან თუ ვთქვათ თუ ხალია შეუძლია თუ არა ნაკლები შანსი აქვს რომ წარმატებას მიაღწიოს, იმიტომ რომ კაცს უფრო არა რა თქმა უნდა, არა. ანუ ფიქრობთ რომ თანასწორია. როგორ ვდგახართ მას მეუღლეს? ვაშკაცურად ვუდგევარ გვერდით. დილით ვერგები. რაც საქმეს მოითხოვს ვაკეთებ, საღამოზე ვიცინებ. გეხმარებათ თუ არა აი ამ საქმიანობებში თქვენი მეუღლე ვთქვათ? კი. პრობლემების მოგვარებაში თუნდაც? კი. გეხმარებათ ანუ. მუშაობთ თუ არა? არა. ფინანსურად ვინ წარმართავს ოჯახს? ჩვენ ორივე. კონფლიქტის დროს რომელი მხარე თმობს? მე. რატომ? ნუ თავდაბალი ადამიანია. აღწერეთ თქვენი დღე, რა საქმიანობთ ყოველდღიურად? ვარ სამსახურში. მუშაობ, მე ბრუნდები სახლში, მიეხედავ შვილიშვილს, ოჯახს,
საჭმელი, სტუმარი, რა იცი ეს. მეუღლე თუ გეხმარებათ ამ ყველაფერში? ხო, და მეხმარება, როცა ახალგაზრდები ვართ, მაშინ უფრო არ, ეხლა უფრო მეტად. პრობლემა ბევრი, ხო, რა თქმა უნდა, ერთად ავწყვეტად პრობლემას და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვაკეთებთ. მუშაობთ თუ არა თქვენ? აი მუშაობ. ფინანსურად ვინ წარმართავს ოჯახს? შვილი და მეუღლე. როდესაც თქვათ ოჯახში არის კონფლიქტი, ვინ თმობს? ორივე და ხო, ორივე თმობთ. თქვენი აზრით განსაზღვრავს თუ არა სქესი რამეს ადამიანის ცხოვრებაში? არა მხოლოდ. ქალს მძიმე ცხოვრება აქვს, მაგრამ უფრო მეტად დატვირთული და მეტად ქალი არის. ოჯახში მეტი პრობლემის მოგვარება თუ რაც არის, ქალი უფრო მეტი წილი. და კაცი არის როგორც ასეთი შემომტანი ოჯახში? ხო. ანუ მაინც დიდი როლი ქალისა ოჯახში. რა ვიცი როგორ არის ხა ჩემს მიმართ ეგრეა და აღწერეთ თქვენი დღე და რა საქმიანობთ ყოველდღე? იგივე თავდგები. საოჯახო საქმე მაგათენ ფაქტში გავზინა. აი ჩაურებრი საქმიანობა. გეხმარებათ თუ არა თქვენი მეუღლე ამ საქმიანობაში? ამ საქმიანობაში კი. თქვათ პრობლემებს თუ აწყდებით რამეს ერთად აგვარებთ თუ უფრო თქვენ უკლავდებით მაგ პრობლემებს? არა, პრობლემები საერთოდ ერთად ახდება. ხდება ერთნაირად განისაზღვრა ზეგრიც. მუშაობთ ახლა თუ არა? არა, მუშაობ. ფინანსურად ვინ წარმართავს ოჯახს? ფინანსურად ორივე წარმართავს. როდესაც ოჯახში არის კონფლიქტი, ვინ თმობს? ამერტმამდა თმოსა. თქვენი აზრით განსაზღვრავს თუ არა სქესი რამეს ადამიანის ცხოვრებაში? არა, გააჩნია სად შეუძლია ქალსა და ანუ არის რაღაც სფეროები, სადაც ქალს არ შეუძლია. აი, ოჯახში თქვენი აზრით ქალის როლი უფრო დიდია თუ კაცის? კაცს. კაცს. თქვენი მეუღლე რას აკეთებს ყოველდღიურად? ოჯახის საქმეში.